9 მაისს გორის საბრძოლო დიდების მუზეუმთან ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ისინი მეორე მსოფლიო ომსა და ფაშიზმზე გამარჯვებას იხსენებდნენ. ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგაც კი გამარჯვების შეგრძნება უცვლელია. ამ დღეს შეკრებილმა ადამიანებმა ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს მემორიალი. პატივისცემის დიდი მადლობა. მაშინ ვიყავ 23 წლისა რუმინეთში მოხდა ისევ ეგრესერია იმ კლდეზე. ეს სადაც რომ ხმალი გასჭირდა, იქ შეშა ხმალივის გასჭირდა. მოდიდა ნახეთ ფაშისტი, თუ შემიშეშა აღჭირდა და უთხრა, ჩემო ვაშკაცებო, გადამეგზა შუქი ჭდილად. თუ თქვენ კარგად მოიქცევით, მე საფრანგეთში ჩავალტკბილად. უფლებასაც თქვენ გიტოვებთ, ჩვენი ქვეყნის ბედის ღერძად, ერთმანეთის სიყვარული იქონიათ ჩემსთან ერთად. ყველა შიშროდ გაჩენილი, შიშველივე იმარხება, მხოლოდ საქმე და სიკეთე აქ არ რჩება ინახება. ქართული მრავალჟანრის ლექსების, სიმღერებისა და ცეკვების ფონზე ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლის თავს აღნიშნავენ. საბრძოლო დიდების მუზეუმიდან ომის ვეტერანებმა და სტუმრებმა გორის ახალგაზრდულ კლუბში გადაინაცვლეს, სადაც ნაჩვენები იქნა ჯარისკაცის მამა უკვე განახლებული ვერსიით. გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ გაგვეკეთებინა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და მთელი დღე ყოფილიყო სრულად დატვირთული. აქედან გამომდინარე დღეს უკვე 11 საათისთვის ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი აღსაზრდელების მსვლელობა მოეწყო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სკვერში, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს რა მნიშვნელობა ჰქონდა ფაშიზმის დამარცხებას მსოფლიოსათვის და შემდგომ უკვე გადმოვინაცვლეთ დიდების მუზეუმისთან, სადაც უკვე 1 საათიანი პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ეძღვნებათ, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს. დაგეგმილი არის აგრეთვე ის, რომ ამ ვეტერანებს აღნიშნულ პიროვნებებს უმასპინძლებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საზეიმო სადილი გაიმართება და უკვე სადილის შემდეგ ყველა მოქალაქეს, ყველა სტუმარს ვეპატიჟებით ჩვენთან კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმი ჯარისკაცის მამა, უკვე განახლებული ვერსია, უკვე გაფერადებული ვერსია და როგორც ყველამ ვიცით, ეს არის ჰოლივუდის მიერ გაკეთებული ვერსია. ჯარისკაცის მამა არის უკვე 60 წლის წინ გადაღებული, 50 წელზე მეტი არის ეს ფილმი, მაგრამ დღესდღეობით ძალიან საინტერესო სანახავი იქნება იქ მოსული საზოგადოებისათვის უკვე ახლებური გაფერადებული ვერსია. რომ ზოგადად მშვიდობის მშენებლობა არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ჩვენთაგანისათვის და ასეთი დღეებით, საერთაშორისო დღეები იქნება ეს თუ ადგილობრივი ეროვნული მნიშვნელობის დღეები, რომელიც არის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე, ჩვენი თითოეული მოქალაქის მშვიდ გარემოში ცხოვრებაზე, განვითარებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მხრივ კულტურის ცენტრი იქნება თუ რიგი ორგანიზაციები, რომლებიც მოღვაწეობენ საზოგადოებრივ და სამოქალაქო სექტორში, აუცილებლად უნდა იყვნენ აქტიურები, რათა უფრო მეტად ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერება, უფრო მეტად ჩართული იყოს თითოეული ახალგაზრდა თუ ჩვენი თანამოქალაქე, უფროსი ასაკის და ამის შემდეგად მივიღებთ იმას, რომ მსოფლიო მშვიდობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ორგანიზატორებმა ომის ვეტერანებს ეს დღე მიულოცეს და ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვახშამშიც მიიწვიეს.